მოგესალმებით, დავრუნდი ისევ Far Cry 1-ის ვიდეოთი. სხვადასხვა რო გადავხედე რაღაცა ვიდეოებს, ანუ მაინტერესებდა რამდენი ხანი დამჭა კიდე რა და დაახლოებით 2 საათი დამჭა კიდე რომ ვითამაშო, მაგრამ მე თუ ისე გავარძელე კიდე სიკვდილი როგორც უყდები ხოლმე ყოველ წუთში დაახლოებით 4 საათს მაინც კიდე წაიღებს რა ეს gameplay და იმედია რომ ეგრე არ იქნება. აი ყოველ დღე რო გადავიღო 9 საათიანი ვიდეოები, საკმაოდ მალე დავასრულებ, უბრალოდ ისეთი პერიოდი მქონდა ეხლა რომ შეგულების მერე რომ გამოვედი შეგულებიდან, მერე მომიწია რომ დაახლოებით 1 კვირა მემუშავა გადამბულად და დრო არ მქონდა ფიზიკურად რომ რაღაცა ვიდეო გადამეღო ამ თამაშზე, მე დამედიტებინა და მე კიდე დამედო. მაგრამ დღეს ვისვენებ, კიდე რაღაც საქმეები მაქვს რეალურად, მაგრამ მაინც გამონახე დრო რომ ეს ვითამაშო. კაი, გავაგრძელოთ. ცოტა ფოკუსირება მინდა ვიყო. მოიცა. ესენიც მარტო მე რომ ესვრიან. კაი. ორი ტყვია დამჭა ეხა კიდე და იმედია რომ კარგად გამოვიყენებ ამ ორ ტყვიას. ეგარი. უბრალოდ HP არა მაქვს რა, ანუ არც არაფერი არ დევს რომ გამოვიყენო. ჩაკონცხული რო ვიარო, იქნებ ვერ დამინახონ და ანუ დამეკიდნო რა, იმიტომ რომ პირველი მეორე ნაწილიდან როგორც გავიგე ეპიზოდიდან უბრალოდ თუ ჩაიგონცხები ეგრე შეიძლება რომ დაკარგონ რა, მაგრამ აქ ეხა ესეთი ხიდი არის გადასასვლელი, რომ ცოტა მეგონი გამიჭირდება შემუშნელად გადასვლა. ძალიან კაი. ეგარი. იმედია ეგარი და იმედია რომ ხიდზე რო გადავალ და ასეივებს და მორჩება მე ყველაფერი უკვე ამით. ეს იარაღი მეცნობა საღაციდან, ეს იარაღი ძალიან მოწონდა ხოლმე ყოველთვის. ასევე მალე 25-ში იქნება ფასდაკლებები, ანუ რაღაც Steam Summer Sale იქნება, რისთვისაც მომზადებული იმედია თქვენ ხართ, იმიტომ რომ მე ესეთვისი მომზადე მაგ სეილისთვის და რაღაცა ხომ ესმის. ეს არის მთავარი შენობა და იქ ასევე არის ერთ-ერთი ხრახნიო და წარმატებებს გისურვებ რომ ეგ ხრახნი იპოვო რომ გადაატრიალო მერეო. ამას ახლა გრენეიდს თუ შეუგდებ ესე. ვაი. ძალიან ბევრი HP დავკარგი აი არაფრის გამო რა. არა და მეგონა რომ გრენეიდი რო შემოგდო მანდ რაღაცას იზამდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერაფერი ვერ ქნა. ერთი არის. კაი. რა კაი ხა ეს საიდან დამაწყებიებს ხო არ გადავა. თუ არა? მოიცა? კიდე კაი. ძალიან კაი. კაი, ეხა იგივე შეცდომას არ დავუშვებ, ან მოიცა და ერთ წამი აქედან შეიძლება რომ ის ბაზუკა წამოვიღო და ეგ რო ვესროლო ერთი წესით ყველა უნდა დახოსოს იქ. მაგრამ რა გადავაგდო? შოტგანი შეიძლება ვიპოვო კიდეც იქ ძალიან ბევრი, ამიტომაც მოდი ჯერჯერობით ეგ არ მინდა. მაგრამ რაც შეეხება ამას ეს მინდა. ეგ დამჭირდება. და Summer Sale-ს რაც შეეხება, თუ გაქვთ სურვილი, შეიძლება არ გქონდეთ სურვილი, მაგრამ მინდა რომ გადავიღო ვიდეო. და ვიდეოს რო გადავიღებ, იქ ანუ გაჩვენებთ იმას თუ რის ყიდვას ვაპირებ, ან რას ვყიდულობ, შეიძლება თქვენ საერთოდ არ გაინტერესებდეთ, ან ისე მივიღოთ რომ ვითომ მე ფლექსაობ, ანუ გახარბებ რაღაცას, მაგრამ არაფერი შეხარბება არ იქნება, მოკლედ უბრალოდ გაჩვენებთ ჩემს გემოვნებას ეს იყოთ, ან იმას თუ რის ყიდვას ვაპირებ და ეგ იქნება და ეგ რა. თუ გაქვთ სურვილი, შემიძლია გავაკეთო. ჩემს მთავარ არხზე შესაძლოა მაგას ვაკეთებდი ხოლმე ძალიან ხშირად და კარგ მოგონებას ავითა მაქვს დარჩენილი. ეგ იყო დაახლოებით 10 წლის წინ რა, ანუ ეს რო გავაკეთე მთავარ არხზე რა. რა შვება ეს? პირველი მთავარი არხი იყო რაც ოდესმე გამიკეთებია და მანდ. არ ვიცი ძმაო აი. ეს კაი, რომელი მოკლე ხა ეს რო უცებ გამომივარდეს აქედან, უეჭველი მომკლავს. ფეხები მაინც თუ უჩანს იქნებ. ეგარი. და ეს რაღაცა აქ ჩავიდა ეხლა, მაგრამ ვერ ხედავ და
იმედია ამათ ჰილი მაინც აქვს. კიდე კაი დააგდეს რაღაც. Go. Forget the damn control center. It's been completely overrun. Screw this noise. I'm out of here. ვინ ლაპარაკობს? აუ, HP, საერთოდ არ მაქვს, ნახე. კაი, იქნებ შევიდე, ანუ შევასრო რაღაცნაირად იქ ისე რომ არ მოკლან. მიდი, იქნება აქ ჰილი მაინც იყოს ან დაასე იყოს ან რაღაც ეგეთი. ჰილი არის. სოეგა. კაი, ის დამჭი ხა მოსაშორებელი, მაგრამ მგონი ჯობია რომ ეგეც დავიკიდო და გავანებო მოგეს თავი და თუ შევედი აქ ისე რომ დასეივდეს, მე მგონი ჯობია რომ ეგრე მოვიქცე. ხო, წამ. აქ მაინც არაფერს არ მიმატებს ხა მაგის მოკლა, ანუ არც ლეველები არაა და არაფერი და ჯობია რომ პირდაპირ შევიდე. ხო, ნუ მოკლედ სამარსელის არ შეიძლება დაახლოებით 2 თვე ვაგროვებ Steam-ზე მაგ სამარსელისთვის თანხას და ასე თუ ის სოლიდური თანხა შევაგროვო უკვე. Yeah, but there's not much left of this place. Then you don't have a lot to search, do you? That complex is where they stored a bunch of old test subjects. If one of those things finds Val before you do, she's dead. Right, I'm moving. მოკლედ აქ ამ შენობაში არისო ხრახნიო, ანუ რაღაც წყალს რომ მოუშვებ ხო იცი გადასაწევი რო არის რაღაც წითელი ფერის ზიათის შემთხვევაში. ეგეთი რაღაცა არისო რა და ეს ადგილიო, ანუ კაის არაფერს აღარ გავუსვე ხა ამ ჩვენ უთხარით და ნუ მოკლედ ამან დარიო რაღაც ტესტ ობიექტები არიანო, ანუ მონსტრები იგულისხმო დიდი ვარაუდით და თუ რომელიმე ეგ მონსტრი იპოვისო მაგ ხრახს, ანუ შენ იმპოვიო დიდი ვარაუდით, კი არა და ეგ გოგო მოკვდებაო. ხო და ჩვენ უნდა ვიპოვოთ. გონი ვიპოვე შენი ტესტის ობიექტიო. ანუ ამაზე მეუბნებოდა ჩემი ძმაკაცის რომ ისო უჩინარები არიანო. ნუ გასაგებია. ანუ ესე როგორ უნდა დაინახო ისე. ანუ ხმით კი შეატყობ, მაგრამ ოდნავ რაღაცა ხომ უნდა გქონდეს, აი მოძრაობას ავით მაი. აი. ანუ აგერ არის, ხედავ. რა ხდება? შავიც. ტიპი, აი თქვენ ხო დააკვირდით ამ ჯერ ვისროლე იქ და 100 ერთხელ არ მოხდა. ანუ მანდა მაინც უნდა დამარტყან და აი მოდი აქედან წავალ მაშინ თუ აქედან შემიძლია გასვლა. არა, აქედან არ შემიძლია გასვლა, იმიტომ რომ დიდი ვარაუდით კარტა მინდა და მაგ კარტას ალბათ აქ ვნახავ სადმე. მოდი გრენაიდი ვისროლოთ ერთი მანდ. იმედია მოკლა და ერთი აქ. არ მოკლა. ეგარ, ორივე მოვიშორე. ერთი პრობლემაა, რასაც უყურებ ხა და რაც კიდე გითხარით, რომ ანუ მოძრაობის დროს რატომღაც კაცი ჩერდება. და აღარ ან დავუმიზნებ და აი გაჩერდა ხა. არა და ხელი დაჭერილი მაქვს, რომ გვერდს წავიდეს. ეხაც არ მოძრაობს რატომღაც. კაი, ესენი მაინც ხო არ არიან უჩინრები. თან მიზანსაც კარგავს, ანუ ესე რომ დავდივარ. მოკლედ ველი თამაშია რა ხა და აი არ ვიცი, კაც არ გამოუხედია და მომკლა. Be careful. There's some strange stuff down there and I don't know a damn thing about most of it. ცხელდიყავ მან ზანუცნო რაღაცები არიან და მე აზრზე არა ვარ რამისო რა. ხო, კიდე ვიცი რომ უნდა გამოვიყენო ის რაღაც განათება რო არ ვქონოთ, მაგრამ არ ვიცი ფიზიკურად როგორ უნდა გამოვიყენო ეგ. შემიძლია ხო სეტინგებში შევიდე და უშოთ ეგრე გამოვიყენო, მაგრამ ჯერჯერობით არ მინდა მაგის გარკვევა და მოგვიანებისთვის გადავდეთ. ნახან კიდე მოკვდი. ნახე რა არის, ანუ უჩინარი რო არიან, გავიგე ხო ფიზიკურად, მაგრამ ტყუილს რო არ ხვდებათ ეგ არის საქმე. აი რაღაც ეს ამას გულისხმობ, როცა ხრახნზე ვლაპარაკობ რა. აი მანდ ვერ შევდივარ. ეხა ისეთი სიცოცხლეს მაქვს მე რომ აზრი არ აქვს რაღაცის გაკეთებას. ეხა რაღაც გაჩნდება აქ და ეგრევე მომკლავენ. დიდი ვარაუდით. მაგრამ ვერ შევდივარ ვერსათა რა ვიცი. ესე უნდა ავაფეთქო და უშუალოდ.
აქ წერია რომ გასასვლელი არის, მაგრამ აქ ვერ გავდივარ. დაჭერითაც ხელი არ ჭირება არაფერს. სროლითაც აზრი არ აქვს. ანუ შეზღუდული შესვლა არისო. და მაშინ როგორ შევიდე, მაგრამ რა უნდა გავაკეთო? ამას აზრი არ აქვს, შემიძლია რომ ეს ააფეთქო აქ, მაგრამ რავი თუ მაგას რამე აზრი ექნება. არც მაგას აზრი არ აქვს არანაირი. აქაც ვერ შევალ. ანუ ან აქ უნდა წავიდე, ან რომელიმე უნდა შევიდე იქ, მაგრამ არც ერთი არ იღება. არ ვიცი, აზრი არ ვარ. ზემოთ არის რამე? ანუ ქვემოთ ხوارნა ჩავიდე როგორღაც. ვსო, გასაგებია. ისე უნდა გავწიო, მაგრამ გაწევით, სადაც არ იწევა. კაი, ერთ წამით. ისეთი იარაღი მინდა, ხა რაშიც წვევი არ დამენანება და მაგით გავწევ. აი ეს მოვა. ეს დავწიო. კაი, შევიდეთ. იმედია რომ მალე დაასევებს. ვერ შევდივარ. კიდე კაი. Dead by Daylight-ში კიდე ვინც არიცით და ან ვისაც მოგწონთ ეგ თამაში ზოგადად, ახალი DLC დაემატა, Jason Voorhees-ი დაამატეს მან და საკმაოდ კარგი არის ხოდაშორის. ხა დიდი ფანი მაგ თამაშის არა ვარ მე, მაგრამ ასეთ ვისე მომეწონა რა მაინც. კარგი, აბა აქედან როგორ ავიდე? აქ ვერავალ, კი ბიაგერებსო. დაასევი რა, ან რაღაც ჰილი მომეცი, ან რაღაც მსგავსი მომეცი, ანუ კიდე კაი. So. To deactivate. ანუ შევედი, ეგ რას ნიშნავს ახლა რომ შემიძლია უკან დავბრუნდე და მაგრამ პრინციპში უკან Crow has dispatched several teams of elite troops to that area. They're there to kill Trigens, but they'll be happy to add you to the body count. ფრთხილად იყავიო მანდო, იმიტომ რომ მანდ Crow-მო გამოუშვა ხალხიო რა. ვინც არიანო, ანუ სპეციალურად იმისთვის ნავარჯიშები, რომ ესენი მოკლანო, მაგრამ თუ შენ გადაეყლებიო, ვარს არ ეტყვენ, რომ შენც მიგაყოლონ მაგ Trigenებსო და არ გინდაო მაინცო. მე მგონი ეს უფრო კარგი ვარიანტია სხვადასხვის. ეს ისეთ გილია სადაც ახლა ვიყავი. მანდ არაფერი არ მოსაქმება, ხა მოდი აქედან გავიდეთ. თუ აქედან შემოვედი, არა აქედან შემოსვლორსო. კიდე რაც უნდა დამატებინა მართლა, ბარემ რო ისტორიები და რაღაცებიც მოგიყვეთ ამ თამაში მიუხედავად იმისა, რომ ცოტა არ იყოს და დაძაბულა და ვარ. თუ რომელიმე სამსახურში ვიღაცა გეტყვით იმას, რომ იცი რა არის, ანუ რეალურად ჩვენ ძალიან მეგობრული გარემო გვაქვსო, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ შენ მოგვერგოთო ან რაღაცა მსგავსი ეგეთი. არც ერთი არ არის ეგრე რა, ანუ არც ერთი სამსახური უბრალოდ აფრისტები არიან და ეგა. მაინც რო იცოდეთ თუ ვიღაცა აპირებთ სამსახურში ანუ სამსახურის შოვნას ან რაღაცა მსგავსი, რომ ყველად მოგექნებათ რაღაცა მსგავსი იმედი. ეს ახლები არიან? აი. ეგრე. მაძლევენ კიდე ამ რაღაც სათვალეებს და მაგ სათვალეებით წესით უნდა შემოძლოს, რომ დავინახო ეს უჩინარები, მაგრამ კიდე გეუბნებით ჯერჯერობით იყოს ახლა როგორც არის და მომდენოსთვის მე ვეცდები რომ აი დავამუღამო მაგის გამოყენებას. ან თუ თქვენ გაქვთ რაღაცა იდეა იმისათვის როგორ უნდა გამოვიყენო, მითხარით. სანამ მე მაგას გავარკვევ. სეტინგებიდან ესე რო თქვით. აი ამდენ კაცს რო მოკლავ და მე რო ისე ხდება, რომ ფაქტიურად შენც კვდები და თან გაგრძელები რაღაც ჯანდაბიდან, ძალიან ცუდი მომენტი არის. აი მართლა ძალიან ცუდი მომენტი არის. აი ამას აქვს იარაღი რაც მე მინდა პრინციპში. მოდი ესა ვიღოთ და უბრალოდ არ ვიცი აქედან უნდა გავუყვე ხამ ადგილზე ქვემოთ უნდა ჩავიდე, მაგრამ ქვემოთ იმ ყველა ლაბირინთია რომ მეგონი არის ღირს. და იმედია რომ ეგ ვერ გამარტყამს წესით. ჩუ რამდენი დამაკლეს. არ ვგდება. ვახ, აი.
ეხლა რო არ დაასეივოს და ეხლა რომ მოვკვდე, კიდე კაი დაასეივა. აი სერიოზულად ვაპირებდი ეხლა რომ ეს თამაში წამეშალა და გამნებებია თავი. იმდენჯერ მოვკვდი, პროსტა ვერ წარმოვიდგინეთ. აი ნახევარი საათია მანდ ვარ. მეტი თუ არა კიდე. აი არ ვიცი ამ თამაში ნერვოზი დამართა უკვე. კიდე კაი აი თქვენ არ თამაშობთ ამ თამაშს და ანუ უბრალოდ უყურებთ, თორე სერიოზული ნერვოზე კიდევ თქო მართლა გეუბნებით. საიდან რა მესვრის? აი პროსტა ვერ ვიგებ ამ თამაშის. არ ვიცი აი. აქედან მოვიდა ვიღაცა? კაი. დავაყენე ისე როგორც მინდა, ეს ულტრა ისპერს გადავიყვანე, ნახოთ ეხლა თუ დავინახავ ამოთ. ეგრე ვხედავ ერთს. კაი. ვინ იყო კიდე რომ ესროდა? უკან იყო ვინმე? არ იყო უკან არავინ. აბა საიდან კვდებოდი? კაი. ეგარ. აკეთა რამნერ არის თავისუფალი როგორ ჩანს. იქნებ მივიდე იმ გოგომდე კიდე და აი ეს ნაწილი მაინც მოურჩი როგორმე. აი კიდე დაასევა, რაც ნიშნავს იმას რომ ახლა ალბათ დიდი ბრძოლა მელის ან მივედი როგორღაც იმ ადგილამდე სეგამდე უნდა მისულიყავი. იქ უნდა გადავიდე? და დაჟე თვითფრინავიც ეყავთ? არ ვიცი, აი დუმი მითამაშია, ბევრი მსგავსი თამაში მითამაშია, მაგრამ ეს რო ჰარდკორი არის, ესეთი ჰარდკორი თამაშია, არ მითამაშია მართლა გეუბნებით არასოდეს რა, ანუ სერიოზულად ვერ ხვდები, რატო გააკეთეს ესე. რო ესე რთულია რა. ანუ Souls-like არის ფაქტიურად გეუბნები, აი Dark Souls-ი არის, ოღონ შუთერი და first person-ი. და მაინტერესებს ანუ თქვენ რო შემოგვიძლია იყოთ რაღაცას გააკეთებთ ისე რასაც მე არ ვაკეთებ თუნდაც და შეიძლება რომ თქვენ გააკეთებინათ ისე რომ ანუ გაგემარტივებინათ ეს თამაში ნუ გარდა იმისა რომ ან ჩეთი ჩაგაგდოთ რაღაცა მსგავსი იმიტომ რომ ნუ ჩეთი ჩაგდება ხა ნუ რეალურად ვინ დაეძებს იმიტომ რომ არ არის ონლაინ თამაში და რა ვიცი ვის აინტერესებს ხა მე ამას ჩეთი ჩავაგდებ თუ არ ჩავაგდებ მაგრამ მაინც ხო ჯობია რომ ჩავხდე ისე ქვემოთ და იქიდან გადავიდე იმიტომ რომ მაინც წყალი არის და რა ვიცი აი არ ჯობია რომ გადავცურო საიდან მოკვდი კაცმა არის ალბათ 500 კილომეტრიდან რაღაცა მესროლა შემთხვევით და გამარტყა და ნუ ერთ ეტყოში მოკვდი რა თქმა უნდა კაი წავით ახლა ჩვენ აქეთ ანუ თან ისეთი რაღაცა რომ ვერც გამოიყენებს სტელს იმიტომ რომ სულ ხედავენ აი ყველა მხრიდან ხედავენ აზრი არ აქვს სტელსის გამოყენებას გადავტენი ხა და ანუ ბერჯერ ვესრი ამას და იქნება ეს მაინც ჩამოვაგდო და მე არ ვიცი ანუ აქ რო გავედი ამ მანქანით არავინ არ იყო და იქიდან რანაირად მხედავს ის კაცი აუ რა მხარეს ავაცილე აი ოიმე კაი წამოგიდე ბოლოჯერად ვწდი ხა და მე შეიძლება მართლა ისეთი შევაგდო უკვე აი იმდენად ყელში ამოდის აი ვინ საიდან მესვრის რომელი ადამიანია აი დამანახეთ აქ ხო გავიდეთ ხა კაციშვილი არ იყო აბა ვინ მესვრის ვინმე აქ არის და ვერ ხედავ კაი ჩავждოთ ეს არავინ არ არის აი ეს მესვრის აქედან არ ვიცი ეს არის არ ვიცი ძმაო შამკლავს ანუ დავიჯერო ეს იღება და აქედან გამოდიან მაგრამ ხმა არა აქვს და ნახე კაი ეს ამოვიდა აქ ხო მაგრამ აქედან ვიღაცას ესროლა ხო გავიგებდი მე რაღაცა ხმას ან ეს რო გაღებულიყო ხმას ხო გავიგებდი ამაში ხმა გავიგონა რომ ხალხი კვდებოდა მაგრამ თვითონ შიგნით არავინ არ ჩანს და
როგორ ავიდო თავიდან. ნუ მოკლედ მე მგონი ჯობია შევალდო რა და ესე გავიდეთ, რომ აი მეც დავიდანჯე და დარწმუნებული ვარ თქვენს დაიდანჯეთ. ფიზიკურად აღარ შემეძლო, აი, რა ვიცი, ვინც ამ თამაშს უყურებს ახლა და მართლა გონია რომ ამ თამაშს მე ისე გავალ, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამის არც დრო არ მაქვს, არც ნერვები არ მაქვს და არც ამის თამაშს ვაპირებ ახლა მთელი დღე რა, ანუ ეხა 1 საათია ვიღებ და 5 წუთის მანძილი მაქვს მარტო განასწრული და რა ვიცი ძმაო, აი აზრი არ აქვს. აი მართლა აზრი არ აქვს. გეფიცებით ჩეთი მაქვს ჩაგდებული და მაინც მოგვდი. ბიჭო, კარგი, მოკლედ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ესე რომ ვთქვათ, ეხა ვიდეოს ვაედიტებ და დაახლოებით 20 წუთის კონტენტი გამოდის, რომ დაიკარგა არაფერში, იმიტომ რომ ალბათ გადაივისო მეხსიერება და ან რაღაცა მსგავსი, ანუ არ ჩანდა რა არაფერი ფიზიკურად. ხო და მომიწია რომ ხა დამაწყო ისე თავიდან და იმ ადგილს ახლა რაც გავიარე არ გაჩვენებთ თქო უნდა, იმიტომ რომ ჩეთი მქონდა ჩაგდებული და ესე გავიარე. აი, მიუხედავად ჩეთისა, მაინც ვკვდებოდი რა, ანუ აზრი არ ქონდა ფაქტიურად, მაგრამ მე რო ჩავაგდე კიდე ეს დამატებით არმორი, მე გავდიოდი. ეხლა ჩავთვლი კიდე რომ გავიდე ბარემის ბოლო ნაწილი იმისათვის რომ შევხვდე იმ ქალს და კიდე გაეჭიდა. და გაჭიდოში გულისხმობ აი ამას. ნახე, კონტროლები დაყენებული არის, ანუ წინ წასვლა, უკან წასვლა ციფრებზე არის დაყენებული და როცა დავაჭერ W-ს, ნუ ეხლა გადაცვალა, მაგრამ წეხა რო ვცვლიდი არ შვებოდა, იმიტომ რომ ქართულზე მქონდა დაყენებული და როგორც ჩანს ქართულს ვერ იაზრებს ეს თამაში. კარგი, აქ რაც უნდა გამეკეთებინა ეხლა მახსოვს, წყალით ნამევს, ან წყლით ნამევს ეს ყველაფერი და ავსულიყავი ზემოთ და რო იმ ქალს შევხვდე და მე უკვე ნაპირზე გავდივარ და მოკლედ მაგას ახლა უცებ მოგიყვებით, არ არის ეგ დიდი პრობლემა. უბრალოდ ერთი ისაა რომ აქ ვეკვეხები და ცოტა რთულად ადის ხოლმე მე. სად იყო? აი აქ ცო, ეგარ. ნუ ჩართვაც კიდე გავარკვია იმისი, ანუ ის რაღაც ფორმალური რთვება რა, ანუ ულტრა ისფერი რო არის, მე მგონი ეგ ვიდეოში ჩანდა ისედაც, უბრალოდ ის ხიდზე გადასვლა არ ჩანდა ვიდეოში და ხიდზე რო გადავედი მე 4 კარები იყო და მაგ 4 კარებზე იმდენი ვიბოდიალე კიდე რომ მე მგონი კარგი იყო პირიქით რომ არ ჩანდა რა ეგენი მაგ ვიდეოში. მე მგონი ეგრე ჯობდა დაჟე. ხო და ჩამოვედი, ეხლა აქ წესით დავინახავ მაგას, ოღონდ ჯერ რაღაც გამოჩნდება. აი ეს. ეს ახლა რა თქმა უნდა არ მოკვდება кайხანი. შემახარჯებს, ან დამახარჯებს ესე იგი ყველა დღეას და ეგრე ვსო. გადატენითაც არ ტენის, იმიტომ რომ მაგასაც დაყენება უნდა ეხლა რომ რუზე დავაყენო reload-ი. მოდი დავხარჯოთ ყურები და ესე მას გადავტენიოთ, თორემ ხა აქ უეჭველი ვიღაცა იქნება, აი. აბა, ეგრე. ხო და ეხლა კიდე როგორ გონებოდით იმას რომ მეთქი მაგად მშია და საჭმელს ვაკეთებთ ხო? როგორც ჩანს საჭმლის გაკეთების წინ ისიც დამიწყებია რომ ეს რა არის. უნდა ჩამერთო ის გაზი. ხო და დავში ისე. მაგრამ არა უშუალოდ ახლა ვიდეოს ედიტების პროცესში მაინც ვიზამ რამეს. იქ იმ ქალს ვერ ხედავთ, რაღა ჩემთან მოდიხარ მანდა მაინც. სო ეგრე. აბა, დამელაპარაკე ახლა მალე. აქ ეპილეფსია და გემართთ მაინც მოიცოდეთ. ცუდი ამბავია რა, ანუ ურეკავ ხალხს და გვეხმარო რომ რა პრობლემა არის, რა ხდება? იგერს აქვს ელექტრომაგნიტური სივრცე და ხელს მისვლის რომ გარე ქვეყანას მიაღწიო რომ დახმარება გამოვიძახო. მოკლედ მალე მოვალო თქვენთან რომ აგიყვანოთო. That'll also put us near Krieger's main compound. Maybe I can take a look around and see what we can do to shut it down. Do whatever you want, but as soon as we get a signal out, I'm done. I'm not even getting paid for this crap. ხო, ეს სიტყვით მე ხა ამაზე ფულსაც კი არ მიხდიანო და არაფერს გაკეთებას აღარ ვაპირებო რა, ანუ მალევე დაამთავრეთ ეს ყველაფერი და მიდივარ აქედან მეო. და ნუ ეგ არის რა. I've placed the objectives on your radar, so you should know where to go. By the way, ხო. ნუ I'm gonna find you and rip your throat out. ეს მიგულაპარაკება. I'm on my way there now. Jack, switch to the new frequency now. Now you've done it, Doyle. Your friend sounds like he's pretty pissed. Damn it, he knows I'm in on it, and he can track us with my LSI. We've got to hurry.
მოკლედ, ეხლა რაც ეს არ გამიგეს ხოდაშორის, ეხლა ვიღაცა ჩაგვერთო რა უცებ და იმან დაგვიწყო ეგეთი ლაპარაკი, რომ ვიცი რომ შენ ხარო და არ ვიცი ხა აქ ჩემზე ლაპარაკობდა რომ ჩემი მოკლა უნდა თუ დოელზე ლაპარაკობდა რომ დოელზე თქვა რომ ვიცი შენ ხარ რაღაცაში გახვეულიო რა. და მე ამან უთხრა რომ დოილო რა ხდება მანდ მეგონი ძალიან დიდ პრობლემაში ხარო თუ ვართო რა. და სანამ ეგ ჩაერთვებოდა ეგ ადამიანი მამდე თქვა რომ ეხა ხარო კონსულზეო სადაც არის მთავარი ლაბორატორიაო და ну რადარის დახმარებით მარტივად მიაგნებ იმას თუ სადაც უნდა იყო. ну ეს ის ეგ იყო რა დღესაც უნდა მეჩვენებინა, კი ცუდი არის რომ ის მომენტები ამოიჭრო, მაგრამ არ აუშვებს იმიტომ რომ კიდე გეუბნებით უკეთესი არის რომ ეგენი ამოიჭრო, რადგან ძალიან ბევრი ბოდიალი იყო. ეხლა წავედი, იმედია ვიდეო მოგეწონათ ის თუ რაც ნახეთ, ბევრი წუწუნი იყო რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ დამიჯერეთ თქვენც იწუნობდით რომ ამ თამაშს თამაშობდეთ და ამდენჯერ კვდებოდეთ ესე უაზროდ და სულელურად. ხო და ეგ არის და ეგ რა. წავედი, წარმატებები ყველას და დროებით. აი ერთი კვირა ან 2 დღე მინიმუმ მაინც მინდა რომ შესვენება ვიღო ამ თამაშიდან, შეუულებაში გავიდე და ანუ დავისვენო რა დროებით. კარგად იყავით,